100 დღეზე მეტი უწყვეტი პროტესტის პარალელურად საქართველოში სიღარიბის პირას მცხოვრები ადამიანების რაოდენობა კიდევ უფრო გაიზარდა. ქვეყნის მასშტაბით ყოველი მეხუთე ადამიანი საარსებო შემწეობას იღებს. სოციალური მომსახურების სააგენტოს მონაცემებით 2024 წლის დეკემბრის მონაცემებით საქართველოში საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობა 690,496-ია. მათ შორის კი 271,000-მდე არასრულწლოვანია. ბაზარზე გაზრდილია პროდუქტების, მედიკამენტების თუ მომსახურების სფეროში ფასები. გუშინ გამოქვეყნდა საქართველოს ბიზნესის გარემოს 2024 წლის ევროკავშირის ანგარიში, რომელიც კომპლექსური პრობლემების სურათს ხატავს. მიუხედავად იმისა, რომ არსებობს ეკონომიკური ზრდაც, მას ჩრდილავს პოლიტიკური გაურკვევლობა, სამუშაო ძალის დეფიციტი და სავაჭრო ბარიერები ქვეყანაში. იმპულსის შესანარჩუნებლად საქართველომ უნდა გადაჭრას ეს სტრუქტურული პრობლემები. ვკითხულობთ დოკუმენტში. 200-მდე ევროპული კავშირების მქონე კომპანიასთან ჩატარებული კვლევის თანახმად პრობლემამ შეიძლება ხელი შეუშალოს გრძელვადიან ეკონომიკურ სტაბილურობას ქვეყანაში. ანგარიში ხაზგასმულია 3 მნიშვნელოვანი დაბრკოლება: პოლიტიკური არასტაბილურობა, სამუშაო ძალის დეფიციტი და უნარების ნაკლებობა და მერყევის სავალუტო გაცვლითი კურსი. გარდა ამისა, კვლევის ფარგლებში ბიზნესმა გამოხატა შეშფოთება კორუფციასა და არაეფექტურ მარეგულირებელ გარემოსთან დაკავშირებით. განსაკუთრებით საგადასახადო პოლიტიკის, სახელმწიფო შესყიდვებისა და სასამართლო სისტემის მიმართ, რაც კიდევ უფრო ართულებს საინვესტიციო კლიმატს ქვეყანაში. რა გავლენა აქვს ამ მოცემულობას მოქალაქეების ცხოვრების ხარისხზე და როგორია უწყვეტი პროტესტის პირობებში სამომავლო პერსპექტივები ჩვენ ქვეყნის მოქალაქეებისათვის? თემაზე საუბარს სტუმრებთან ერთად გავაგრძელებთ. თევნა ჭალიძე, პლატფორმა სოციალურ დაუცველთა გვერდით და ბატონი რესან ქიქავა, ექსპერტ ჯორჯიას დირექტორი არიან ჩვენს გადაცემაში სტუმრად. მადლობას გიხდით პირველ რიგში სტუმრობისთვის. ეს ინფორმაცია, რომელიც სულ რაღაც ერთი დღის წინ გამოქვეყნდა ევროკავშირის საიტზე, უკვე ხელმისაწვდომია ყველასთვის და ნამდვილად სავალალოა ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებისთვის ალბათ ამ ინფორმაციის და დოკუმენტის კიდევ ერთხელ გაცნობა. თუმცა დღეს გვინდა ვიმსჯელოთ ამ დოკუმენტის მიღმა, რა შედეგები შეიძლება ქონდეს რიგითი ადამიანებისთვის ამ ყველაფერს. ადამიანებისთვის, რომელთა შემოსავალიც დარჩა იგივე და ვხედავთ, რომ ბაზარზე პროდუქტების ფასმა ყველა მიმართულებით რაღაც კუთხით მოიმატა. ხომ, ბატონო რესან, თქვენგან რო დავიწყოთ, ბიზნესის ჩართულობაზეც ვისაუბრებთ ალბათ დღეს, თუმცა მაინც აი დღევანდელი მოცემულობა რო შევაფასოთ ამ კუთხით. ლიზა, მე მგონი არ არის საჭირო რაღაც ისეთი ფუნდამენტური ეკონომიკური განათლება გქონდეს იმისთვის, რომ მიხვდე, რომ ეს ყველაფერი, რაც თქვენ ჩამოთვალეთ, რაც ქვეყანაში ხდება მიმდინარე პროცესები, გავლენას იქონიებს ეკონომიკაზე აუცილებლად. უბრალოდ ჩვენ როცა ვსაუბრობთ, თქვათ, ამ გავლენებზე, ეს არის რაღაც დროში გაწერილი, ეს ასე არ ხდება, რომ შვენიერ დღეს რაღაცები ყველაფერი დაიმსხვრევა. უბრალოდ ეს ინდიკატორები, რომელსაც ჩვენ დღეს ვხედავთ და ისედაც ვიცით, ეხლა საერთოდ არ ვართ მაგ თქვათ EBA-ის წევრები ჩვენ და ნახეთ გამოკითხვის შედეგები, შეგვიძლია ნებისმიერ ბიზნესს დაველაპარაკოთ, ანუ ყველასთვის, როცა გრძელვადიანი ინვესტიცია არის კითხვის ნიშნის ქვეშ, გრძელვადიანი და საშუალოვადიანი, იმიტომ რომ ამ გარემოში უბრალოდ შეუძლებელია რაღაცის დაგეგმვა, ყველას აქვს რაღაც მოლოდინი, ბუნებრივია ეს ტრანზაქციების რაოდენობა მცირდება და ეს აისახება შემდეგ ეკონომიკურ მაჩვენებლებზეც. აქ კიდევ საუბარი ცოტა დაბნეულია საზოგადოება, მე მგონი, იმიტომ რომ სხვადასხვა ტიპის ინფორმაცია ვრცელდება, თქვათ, ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან რაღაც სხვა ინფორმაცია არის. რეალურად როცა გამოკითხვები ტარდება, ან თავადაც შეუძლიათ შეაფასონ მოცემულობა, რაც არის, თუნდაც ინფლაციასთან დაკავშირებული ან ნებისმიერი სხვა, ხედავენ რომ რაღაც სხვა სურათია და ბუნებრივია იბნევიან, მაგრამ სამწუხაროდ ჩვენ ვართ ესეთ გარემოში, როცა ანგარიშვალდებულება აღარ არსებობს, შესაბამისად ეს ობიექტური ინფორმაციის მიღება არის შეუძლებელი დღეს. ანუ დღეს რო გამოვიდეს ნებისმიერი ინსტიტუტი და თქვას რაღაც განცხადება გააკეთოს, ეს არის აბსოლუტურად პოლიტიზირებული, ჩვენც ძალიან კარგად ვიცით. მთავარი პრობლემა ეს არის, რომ ობიექტურობა მოკვდა ამ შემთხვევაში, ჩვენ ვერ გვექნება იმის წმუნება, რომ რომელიმე ინსტიტუტი, რომელიც რაღაც განცხადებას აკეთებს, ეს იქნება სტატისტიკასთან დაკავშირებით, ეკონომიკურ ზრდასთან დაკავშირებით და ასე შემდეგ, ის არ არის თავისუფალი თავის გადაწყვეტილებებში და თავის ქმედებებში და შესაბამისად რაც არ უნდა თქვას, უკვე კითხვის ნიშანი გვიჩნდება და როცა ნდობა აღარ არსებობს, იქ საუბარი იმაზე, რომ თქვათ რეალურად ეკონომიკაში რა მდგომარეობა, აქ უნდა ავიღოთ უბრალოდ საღი აზრი. და საღი აზრი არის, რომ ამ ვითარებაში წარმოუდგენელია
გრძელვადიანად და რაღაცა მნიშვნელოვანი საქმის კეთება, ასე ვთქვათ. ყველა არის რაღაც მოლოდინის რეჟიმში, რა თქმა უნდა, ის მიმდინარე საკითხები რაც იყო, ის გრძელდება, ეხლა არავინ თქვათ რაღაც პროდუქტის და მომსახურების არ შეაჩერებს მიმდინარეს, თუმცა ეს რაღაც ვადაში აუცილებლად თავის ასახავს პოვებს. ის კრიზისი ხო, რომელიც ქვეყანაში ერთია ბიზნესი, მაგრამ მეორეა რომ რეალური ადამიანების ისტორიებს ეხება. ხო, აი დღეს გვინდა ჩვენ ქალბატონ თეონასთან ერთად ამ კუთხით ვიმსჯელოთ, რომ ის პოლიტიკური კრიზისი, რაც ქვეყანაშია და სავარაუდოდ გამოიწვევს ალბათ გრძელვადიან პერსპექტივაში, ალბათ ეკონომიკური მძაფრ კრიზისაც, თითოეული ადამიანის ცხოვრებაზე აისახება მათ ხარისხზე და საბოლოოდ ჩამოვდივართ ადამიანებამდე, იმიტომ რომ ბიზნესია, რომელიც ქმნის სამუშაო ადგილებს და ასევე იხდის გადასახადებს, რომელთა საშუალებითაც იქნება სამუშაო ადგილები უკვე საჯარო სივრცეში, ხო? ამიტომ როცა ბიზნესს უჭერს, ბუნებრივია იქ შემდეგ ეს აისახება კონკრეტული ადამიანების ცხოვრებაზე და აი რომ დაიწყოს ყველაფერი, მაშინაც შემოვკარეთ ჩვენ განგაშის ზარი, რომ ეს ასე თუ გაგრძელდა, უბრალოდ ხალხი აღმოჩნდება ძალიან რთულ მდგომარეობაში და ეხლა სწორედ ჩვენ საუბრობდით ეთერში შემოსვლამდე, რა მდგომარეობა გვაქვს, თქვა სოციალური კუთხით და ამ ხრივ როგორი სტატისტიკაა და მან ნამდვილად სავალალო არის და ჩვენ რაღაც ეს ჩვენ სივრცეს არ უნდა უყურებდეთ ხოლოდ და რაღაც ჩვენს ირგვლივ რა ხდება, ჩვენ კარგად უნდა გვახსოვდეს ის რეალობა, რომელშიც არიან ადამიანები, განსაკუთრებით რეგიონებში. ხო, აი ნახეთ, ჩვენ ვამბობთ ბიზნესებს საუბრობთ ახლა და ძალიან მნიშვნელოვანია ინფორმაცია მივიღოთ, თქვა სწორი ინფორმაცია ბიზნესის ჩვენ როგორც თქვენ აღნიშნეთ, ხო? და რაღაცა ამის დეფიციტი გახდა, რომ სწორი ინფორმაცია მომაწოდოს და მე სწორად გავიგო, რა ხდება ბიზნესის სფეროში, ხო? აი თქვა, იმიტომ რომ ამ შემთხვევაშიც მე იმას ვაბრალებ, რომ ინფორმაცია არის გაყოფილი ორ ნაწილად, რა, ერთნი ამბობენ, რომ მშვენივრად ვართ, მეორე ამბობენ, რომ ამ შემთხვევაში ეკონომიკური ზრდა, როდესაც ხელისუფალი მეუბნება, რომ არის გაორმაგებული, არის ძალიან კარგად, აი რის საფუძველზე რა კრიტერიუმებით ამბობენ ამას, რაზე დაყრდნობით ლაპარაკობენ ამას. იმიტომ რომ ეს როცა მესმის, ну ყვავის ქვეყანა, ხო, ბედნიერება, უცებ ხედავ მე ქუჩაში როცა დავდივარ, აი რა ვითარებაა. ომის შემდეგ ეს 2 წელი იყო რეალური ეკონომიკური ზრდა, ეს ალბათ შესამჩნევიც იყო და ყველა ინდიკატორი რაც ჩვენ გვქონდა, რომელსაც მაშინ მეტნაკლებად კიდე შეგვეძლო რომ თქვათ ვენდობოდით და ასევე პირადი დაკვირვებიდან გამომდინარეც შეგვეძლო რაღაც დასკვნების გამოტანა, იმიტომ რომ ეს აღიაზრი კიდევ ერთხელ მეორე ყველას გაგვაჩნია. ამიტომ ის ბოლო 2 წელი, რა თქმა უნდა, ომის შემდგომი 2 წელი იყო რეალური ეკონომიკური ზრდა. თუმცა ამის შემდეგ როცა უკრაინის ომს გულისხმობ. რა თქმა უნდა, თუმცა ამის შემდეგ უკვე ჩვენ რაც დავინახეთ, საუბარი იმაზე, რომ ეს ეკონომიკური ზრდაც რეალურად ჩვენ რო შევაფასოთ მთელი პერიოდის განმავლობაში, როცა ეს ხელისუფლება ვთქვათ მართავს ქვეყანას, საშუალოდ იყო სადღაც 5%-მდე. ანუ ეს არ იყო რაღაც წარმოუდგენელი მიღწევების პერიოდი, როგორც ახლა გვისახავენ, ანუ ყველაფერს უნდა დავარქვათ თავისი სახელი. ძალიან მნიშვნელოვანი ზრდა იყო ბოლო 2 წლის პერიოდში, მაგრამ ეს ზრდა გამოიწვია კონკრეტულმა საგარეო ვითარებამ, თქვათ ამ შემთხვევაში და ჩვენმა შემდეგ პოლიტიკამ, რომელსაც ასევე ჩემთვის პირადად მაგაც კითხვის ნიშანია, რამდენად ჩვენ სწორად მოვიქეცით თუ არასწორად მოვიქეცით გარკვეულ სიტუაციებში. მაგრამ თქვათ ეს მხარე არის და ეხლა რაც ხდება უკვე დღეს, რამდენად ეს არის 11%-იანი ზრდა თუ რამდენ პროცენტიანი ზრდა, ეხლა ჩვენ ვიმყოფებით პოლიტიკურ კრიზისში. ამ სიტუაციაში ეს არის გადარჩენის რეჟიმი. გადარჩენის რეჟიმში მყოფი ხელისუფლების, თქვათ, რომელიღაც წარმომადგენელი, ინსტიტუციის წარმომადგენელი, რა თქმა უნდა, ის ისაუბრებს იმას, რა დავალებაც აქვს. და მოხდება მანიპულაცია ამ ციფრებით, ჩვენ როგორ შევამოწევთ იმას რეალურად, ეხლა 11% ვერ გავიგებთ ამას, იმიტომ რომ თუ მოგცემენ საშუალებას რომ გამოვიძიოთ, რა თქმა უნდა, გავიგებთ, მივალთ ბოლოს ის რაღაც პირველად წყაროსთან, მაგრამ ამის უფლებას არავინ არ მოგცემს და შესაბამისად ის რაღაც სტატისტიკა იქნება, უბრალოდ რახარუხი ციფრების, რომელიც რეალობას ვერ ასახავს. და რეალობას ასახავს ის ყოფა, რაც რეალურად არის დღეს ჩვენს გარშემო და რიცხვებშიც და სტატისტიკაშიც. ეს რიცხვები ნამდვილად რეალურია, იმიტომ რომ გასცემენ ამ თანხა სოციალური დახმარებებისთვის და ასეთი ოჯახების თუ ადამიანების რაოდენობა კიდევ ყოველწლიურად მატულობს და მატულობს. უნდა გითხოთ ბიზნესის პოზიცია. მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით ჩვენ ხშირად საუბრობთ, რომ საზოგადოების ყველა სფერო უნდა აფიქსირებდეს მკაფიოდ საკუთარ პოზიციას და ხშირად არის ხოლმე ხო ბიზნესის მიმართ ჩნდება კითხვები, რატომ თანამშრომლობენ იგივე სამთავრობო
უწყებებთან, ან მათთან დაახლოებულ პირებთან ის ბიზნესმენები, რომლებიც პარალელურად ემიჯნებიან მათ ნარატივს და გადაწყვეტილებას. აი, თქვენ როგორ უყურებთ დღეს ბიზნესს, როგორი პოზიცია უნდა ქონდეს, ან რა ფორმით უნდა აფიქსირებდეს, თუ აქვს მნიშვნელობა ფორმებს ამ შემთხვევაში? ბიზნესში არის განსხვავებული ალბათ შეფასებებიც ამ მიმდინარე მოვლენების და ესეც უნდა გავითვალისწინოთ, რომ არის განსხვავებები შეფასებებში. თუმცა, როდესაც საუბრობთ იმაზე პოზიციის დაფიქსირებაზე, აქ კარგად უნდა ვიცოდეთ რა პოლიტიკური კულტურის მატარებელ საზოგადოებაში და ქვეყანაში ვცხოვრობ ჩვენ. როდესაც ბიზნესი აკეთებს რაღაც მისი გადმოსახედიდან ობიექტურ შეფასებას, ეს აღიქმება როგორც მტრული შეფასება და იწყება ძებნა იმის უკან რა მიზეზები არსებობს თქვათ ამა თუ იმ შემფასებლის უკან, თქვათ, აი რეალურად რა ინტერესი აქვს, როცა აკეთებს ასეთ შეფასებას და ასე შემდეგ. ანუ არ ხდება ამ მოვლენის ახმა, როგორც ჩვეულებრივი ობიექტური მოცემულობის, როცა თქვათ ბიზნესს უნდა უბრალოდ ისეთი გარემოს მიღება, რომელშიც შესაძლებელი იქნება, რომ მისი თქვათ პოტენციალი გამოიყენოს. ხდება მტრული შეფასება და როდესაც შენ ასეთ გარემოში იმყოფები, ბიზნესი არის რაციონალური და ბიზნესი ფიქრობს, ეხლა მე თუ მტრად უნდა შემრაცხო იმისთვის რომ თქვა სიმართლე ვთქვა, რამდენად მიღირს ან არ მიღირს ამ სიმართლის თქმა. მე პირადად ვთქვათ, როგორც ერთი კონკრეტული ბიზნესმენი ამ შემთხვევაში მე გადავწყვიტე, რომ მე არაფერი არ მიღირს სიმართლეზე უფრო მაღლა და ობიექტურობაზე მაღლა. და მე ვიცი რომ ამას ვაკეთებ, თქვა ამ შემთხვევაში ჩემი ღრმა რწმენით ვაკეთებ ჩემი ქვეყნისთვის რაღაცას ვაფიქსირებ ჩემას. ეს არ არის რაღაცა ძალიან მნიშვნელოვანი შეიძლება ესეთი თქვა როლი, მაგრამ ყოველ შემთხვევაში მე ჩემი როლი ესე დავინახე, როგორც ერთ-ერთმა წარმომადგენელმა ამ შემთხვევაში თქვა ბიზნეს სამყაროში. მაგრამ მე კარგად მესმის იმ ადამიანების და ეს რეალობა, როდესმე ჩვენს ქვეყანაში უნდა შეიცვალოს, როცა ხალხს ეშინია დააფიქსიროს პოზიცია, რაღაც ნაწილს. ნაწილს მართლა ჯერა, ნაწილს აწყობს რომ ჯეროდეს. და ასე შემდეგ, ანუ ჩვენ გვაქვს ძალიან მრავალფეროვანი ეს ბიზნესი არ არის რაღაც ჰომოგენური ერთი ორგანიზმი, რომელშიც ყველა რაღაც და ერთ აზრზე რაზეც ვართ, ჩვენ ამდვილად ვიცით, რომ ჩვენ გვჭირდება გარემო ისეთი, რომელიც მოგცემს, თქვათ, კონკურენტული გარემო, რომელიც მოგცემს, თქვათ, ჩვენი პოტენციალის მაქსიმალურად გამოყენების შესაძლებლობას. თუმცა იქაც ახლა ვიღაცისთვის, თქვათ, რაღაცა თქვათ, ფავორიტული გარემო უფრო კარგი არის, ამიტომ იმას ბიზნესაც ვერ მოთხოვთ რაღაც მივხვდებით, რომ გასაგებია, თქვათ, რატომაც შეიძლება რაღაცაზე თავს იკავოს. ვიღაცას მართლა ჯერა იმის, თქვათ, რა შეფასებებსაც ისმენს ამ შემთხვევაში მეორე მხრიდან და მაგაც რა უნდა ვქნათ, ჩვენ უნდა პატივი ვცეთ იმის, თქვათ, ადამიანის რაღაც სხვა განსხვავებულ მოსაზრებას, ხო? მე მაქვს ჩემი კაცრი პოზიცია, ყველაფერთან დაკავშირებით და პირადი პოზიცია და ვთვლი, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ასე ვთვლი, მაგრამ შეიძლება ვცდები, თუმცა ასე ვთვლი, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველამ დააფიქსიროს ეს პოზიცია და ჩვენ რო გქონდეს ახლა ერთიანობა მეტნაკლებად ბიზნესში, მე ვფიქრობ, რომ გაცილებით უფრო გავართულებდით ამ შემთხვევაში გულშემატკივრების მხრიდან, კიდევ ერთხელ ხაზს უსვამ, გავართულებდით ხელისუფლებისთვის და ქვეყნის გულშემატკივრებს, გავართულებდით ხელისუფლებისთვის რაღაცა არასწორი გადაწყვეტილებების მიღებას, რომელსაც ვხედავთ ფაქტიურად ყოველდღიურად ჩვენ. ერთიანობა თუ იქნებოდა. ერთიანობა რო იქნება, ერთიანი პოზიცია რო ყოფილიყო, ძლიერი ერთიანი პოზიცია, ძლიერი ბიზნესების, ამასაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. მაშინ ეს გახდიდა უფრო რთულს არასწორი გადაწყვეტილებების მიღებას და მე ძალიან გული მწყდება, რომ სწორედ აი ეს ვერ ხდება ჯერჯერობით. მესმის რატო ვერ ხდება, მაგრამ გული მწყდება, რომ ვერ ხდება. ნამდვილად, თან გავიაზროთ, რომ ჩვენ საუბრობთ საზოგადოების იმ წარმომადგენლებზე, რომლებსაც გადამწყვეტი როლი აქვთ თუ როგორი ცხოვრობენ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები. ჩვენ ნახეთ სახელოვნებო სივრცის ერთობა და კიდევ ერთხელ უნდა აღვნიშნოთ, რომ განსაკუთრებულად პროტესტის ავანგარდში სწორედ ეს ადამიანები აღმოჩნდნენ, მსახიობები, რეჟისორები. ნახეთ სტუდენტები, თუმცა ხო ბიზნესისგან თითქოს უფრო მეტი მოლოდინი გვაქვს, უფრო მეტ მხარდაჭერას ველოდებით ყოველთვის და გვინდა რომ თითქოს ეს ტრანსფორმირდეს და გადახურდავდეს რაღაცნაირად ცხოვრების ხარისხის გაზრდაში და ალბათ უფრო ამიტომ. ერთ ყველაზე პრობლემატურ საკითხს ამასაც ასახელებენ, რომ ქვეყანაში არ არის სასამართლო სისტემა დამოუკიდებელი და ასეთ პირობებში რამდენად შეუნარჩუნდებათ ან გაუჩნდებათ ახალ ბიზნესებს სურვილი, რომ ჩვენს ქვეყანაში სხვადასხვა კუთხით, თქვათ, ჩადონ ინვესტიცია, ამ ხრივ რა ხდება საინტერესოა. ეს ერთ-ერთი ყველაზე მთავარი მოცემულობა ბიზნესისთვის, რომ სასამართლო დამოუკიდებელი სადაც არ არის, იქ ბუნებრივია გრძელვადიან ინვესტირებაზე საუბარი ზედმეტია. ჩვენ გქონდა აქამდე ესეთი მოცემულობა, რომ კი სასამართლო ვიცოდით, რომ დამოუკიდებელი არ იყო, მაგრამ არსებობდა ანგარიშვალდებულება ევროპულ სტრუქტურებში.
მიმართურებთან. და ვთქვათ, სამართალს აქ თუ ვერ მოიპოვებდი, შემდეგ შეგეძლო უკვე სამართალი გეძია ქვეყნის გარეთ. დღეს ეს ანგარიშვალდებულება აღარ არსებობს, ანუ არანაირი მნიშვნელობა არ აქვს შენ რა სამართალს პოვებ ქვეყნის გარეთ. ამას გავლენა ქვეყნის შიგნით უკვე აღარ ექნება, იმიტომ რომ ეს ყველაფერი დაბრალდება როგორც თქვენ ბრძანეთ აი deep states და ასე შემდეგ რაღაც მტრულ თქვა შეთქმულების თეორიებს, რომელშიც რაღაც ყოველთვის რაღაც სიმართლე სადღაც არსებობს. ანუ ის პროპაგანდა ესე არ მუშაობს, რომ თქვა 100% ტყუილი იყოს თავიდან ბოლომდე. უბრალოდ არის რაღაცა დოზით სიმართლე და შემდეგ ამ სიმართლის დაგრეხვა ხდება ისე, რომ შენთვის ანუ ტყუილებით მოგრეხვა ისე, რომ თქვა თავისთვის ეს იყოს ხელსაყრელი. როდესაც მთავარი ამოცანა არის ძალაუფლების შენარჩუნება რეალურად და არა სხვა პრობლემების მოგვარება, ჩვენ ვიღებთ იმ სურათს, ზუსტად რასაც ვიღებთ და ამიტომ ეს თეორიებიც არ გვიკვირს, ეს შეგვიძლია გადავხდოთ რუსულ არხებზე და რუსულად მოვისმინოთ, შემდეგ გადმოვხდოთ ქართულად მოვისმინოთ. ეს ერთი და იგივეა აბსოლუტურად. ასეთ მოცემულობაში რამდენად ექნებათ სურვილი, იგივე ადგილობრივ ბიზნესში დღეს ვინც არის დარჩნენ და განავითარონ, თქვათ აი დოვლათის შექმნელი გარემო, რაც პირდაპირ კავშირშია დასაქმებასთან, ხო ამასაც ვიაზრებთ. და მეორეა უცხოელი პარტნიორები. ამიტომ ჩვენ სულ რაღაცა გქონდა მისწრაფება, რომ დასავლელი პარტნიორები ჩვენს ქვეყანაში დებდნენ ინვესტიციას და რაღაცა ეს იმედიანად განგვაწყობდა ხოლმე რაღაც კუთხით. ასეთ პოლიტიკურ კრიზისში ალბათ მათაც ნაკლები დასავლეთი დავიწყებული გვაქვს, ახლა ჩვენ ანუ დასავლელ პარტნიორებზე საუბარი აქ ზედმეტი არის და სწორედ ეს არის, რასაც ალბათ ნებისმიერი ბიზნესი უნდა აპროტესტებდეს, თუმცა ბიზნესიც რო ავიღოთ საქართველოში თქვა და რა ინდუსტრიებია საქართველოში განვითარებული, ამასაც რო შევხედოთ და რეალურად რა საწარმოები შევქმნით ან რა მაღალ ტექნოლოგიური რამე ინვესტიციები მივიღეთ, ან ეს თქვათ განათლებაში, მეცნიერებაში რა ინვესტიციები გავაკეთეთ ამ პერიოდის განმავლობაში, აი ამას შევხედოთ და მივხვდებით სად არის ჩვენი ეკონომიკა. ჩვენი ეკონომიკა დღეს არის ძალიან ესეთი, ისე რომ ვთქვათ, ჟარგონი რო გამოვიყენოთ, ძელცური ტიპის ეკონომიკა, სადაც აი ამღებმიმცემლობა და რაღაც აი მარტივი ტრანზაქციები ხდება, აქ არ არის რაღაც მაღალ ტექნოლოგიური და რაღაც ისეთი ფუნდამენტური მეცნიერებების საფუძველზე მიღებული ეკონომიკა, რომელიც რაღაც მართლა ხელშესახებ თქვათ რაღაც მაჩვენებლებს შექმნის, ასე ვთქვათ და აქედან გამომდინარე შესაბამისად ვინც ამ საქმეში იყო ჩართული, ახლა ამას არ ჭირდება რაღაცა განსაკუთრებული არაფერი და ის გააგრძელებს ჩვეულებრივად ამ საქმიანობას. ამ შემთხვევაში ვთქვათ ინვესტიციების დაცვაც იქ არ არის რაღაცა ისეთი კოლოსალური ინვესტიციებზე საუბარი, შესაბამისად ამ დაცვას შეეცდება აქ ადგილობრივი იმის დახმარებით, თქვი მისი პირადი კონტაქტების, ასე დავარქვათ, დახმარებით, ამიტომ დიდად მაგ ტიპის ინვესტიციებს რისკი არ შეექმნება და საქმიანობას ამ თქვათ მაგის შემცირებას. ჩვენ ვსაუბრობთ ბიზნესზე და ახსენეთ საგანმანათლებლო სფერო, იგივე სოფლის მეურნეობა, ჩვენ ვიცით, რამდენად დიდი რესურსი იდებოდა იგივე არასამთავრობო ორგანიზაციების გავლით, იმისთვის რომ ეს დარგები განვითარებულიყო. ხო, ეს გლობალური პოლიტიკა, USAID-ის გადაწყვეტილება, თუმცა ჩვენ ვიცით, რომ შეჩერდა სწორედ ამ რუსული კანონის მიღების შემდეგ მილიარდზე მეტი დაგვაკლდა ახლა ამ მიმართულებით, მილიარდ ლარზე მეტი დაგვაკლდა. პლუს დაახლოებით 1 მილიარდი ლარი თუ კიდევ უფრო მეტი ჩვენ წავაგეთ სასამართლო დავა და მოგვიწევს ამის ფულის გადახდა. ანუ ფაქტიურად ჩვენ მივდივართ მინუსებში მაკუთხით. ახლა ამის კომპენსირება მე რასაც ვხედავ, ჯერჯერობით არის მემორანდუმი, რომელიც გაფორმებულია თქვათ არაბულ კომპანიას, რომელიც საინტერესო კომპანიაა, საინტერესო ინვესტიციაზეა საუბარი, მაგრამ ეს საუბარი არის გზელვადიანზე, საუბარია ჯერჯერობით მხოლოდ მემორანდუმზე, სადაც ზუსტად ვიცი, რომ ასევე ნახსენები იქნებოდა, რომ ეს ყველაფერი დაალაგდება, ანუ მიმდინარე რაც ხდება, იმიტომ რომ წარმოუდგენელია, რომ არაბულმა კომპანიამ საქართველოში ინვესტიცია გააკეთოს, თუ არ ექნება მწვანე შუქი ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან.